მოგესალმებით, დაუბრუნდით თვალებსა და უთვალებზე სალაპარაკოთ. და როგორც ხედავთ, ხელში მიჭირავს წყალი და ერთი ცალი ვაშლი. რა დავიტყოდი ინგლისურად pineapples და waters, იმის ნაცვლად რომ მეთქვა a water და uბრალოდ apple. მოდი კიდე ერთხელ გადავხე. ესე იგი, თვალები ის სახელებია, რომლის დაცვლად შემიძლია. ვაშლი შემიძლია რომ დავთვალო, შემიძლია თქვა ერთი ვაშლი, ორი ვაშლი, სამი ვაშლი. ასევე შემიძლია დავთვალო ორცხოვილა. ეჩენია უნდა მეთქვა, მაგრამ თავი შევიკავე. შემიძლია თქვა ერთი ორცხოვილა, ორი ორცხოვილა, სამი ორცხოვილა. შემიძლია. შემიძლია თქვა, აი მაცივარში ახლა სამი სტაფილო მაქვს. ანუ რიცხვებით შემიძლია გამოვხატო თვალები. მაგრამ რა ხდება უთვალებთან? მოდი კიდევ ერთხელ შევხედოთ, რომელი უთვლადი სახელები ვიცით. Salt, მარილი, sugar, შაქარი, milk, რძე, rice, ბრინჯი, bread, პური. ასევე უთვლადი სახელებია. love, სიყვარული, air, ჰაერი, რომელსაც ვერ დავითვლი. Information, ინფორმაცია, ვიტყოდი ერთი ინფორმაცია. ესე იგი, ყველა ამ სიტყვას, რაც აქვს საერთო და ძალიან მნიშვნელოვანი საერთო, ის არის, რომ არ ვამბობ მათზე 1-ს, 2-ს, 3-ს ან 4-ს. ესე იგი, მათ არ ვითვლით. ცოტა პრობლემულია პური ქართველებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ამბობთ ერთი პური, ორი პური. თუმცა ინგლისურად საჭმელებს ნაკლებად, მზას საჭმელებს ნაკლებად ითვლიან ხოლმე. მოდი ახლა კარგად ჩავუჯდეთ უთვლადებს და შევხედოთ, თუ კი ვერ ვამბობ ერთი წყალი, რისი თქმა შემიძლია. როგორ შემიძლია გამოვხატო, იმიტომ რომ როგორც დაინახეთ, მე ხელში მიჭირა ჭიქა წყალი. ხო ასეა? სანამ გადავალ ახალ მასალაზე, არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, მოიწონოთ, გააზიაროთ, ასევე დავიწეროთ კომენტარები და აუცილებლად გააცეთ ხოლმე პასუხები ვიდეოში დასმულ შეკითხვებს, იმიტომ რომ შევამოწმებთ რამდენად სწორად ვგებულობთ მასალას. მოდი ახლა გავაგრძელოთ ჩვენს უთვლადებზე საუბარი. დღევანდელი ვიდეო უფრო მეტად უთვლადებზეა ვიდრე თვლადებზე, იმიტომ რომ მინდა რომ კარგად გავარჩიოთ, როგორ ვითვლით, ან პირველ რიგში რა სიტყვები არის ხოლმე უთვლადი ინგლისურში, იმიტომ რომ ქართული წარმოსახვისთვის ჩვენი ტვინები სხვანაირად არის მოწყობილი ჩვენი ენობრივი სტრუქტურის გამო. ამიტომაც კარგად გავარკვიოთ, რა სიტყვები ითვლება უთვლადებად ინგლისურში და მე უკვე ვთქვათ, როგორ შემიძლია ამ სიტყვების რაოდენობის, რიცხობრივი რაოდენობის გამოხატვა. მაშ ასე დავიწყოთ. პირველ რიგში ინგლისურში უთვლადი სახელებია ისეთი სახელები, რომელიც არის ნივთიერი, ნივთიერებათა სახელები. მაგალითად, rice, ბრინჯი. She bought a bag of rice. მან იყიდა ერთი შეკვრა ბრინჯი. Sugar, შაქარი. I need some sugar in my coffee. I need some sugar in my coffee. მჭირდება ცოტაოდენი შაქარი ჩემს ყავაში. ესე იგი, როგორც ხედავთ, ეს არის ნივთიერებები და მათთან არ გამოიყენება თვლადების კონსტრუქციები, ისინი ითვლებიან უთვლადებად, ამიტომაც გამოვიყენე some and a bag of. თვლადების კატეგორიაში საკმაოდ მყარი ადგილი უჭირავთ სითხეებს, ანუ რაც არის თხევადი, რაც ითვლება სითხედ, ეს უთვლადად მიიჩნევა. მაგალითად, milk, რძე. There is some milk in the fridge. There is some milk in the fridge. მაცივარში ცოტაოდენი რძეა. Juice. She drank the juice yesterday. She drank the juice yesterday. მან გუშინ დალია წვენი. მაგრამ რა ხან the juice მოხრას ნიშნავს? ვიყიდე ჩემი წვენი, შევდე მაცივარში და ვიღაცამ დალია. აღმოჩნდა რომ ჩემ ადამ დალია. ამიტომაც დედაჩემი მეუბნება she drank the juice. ანუ ის წვენი შენ რომ იყიდეს და არტიკლი ამას ნიშნავს, რომ კონკრეტული წვენია. კონკრეტულ წვენს ვსაუბრობთ, არა რომელიმეზე, რომელიც მაცივარშია, რომელიც მაღაზიაში იყიდება. კიდევ ერთი კატეგორია, რომელიც უთვლადია, არის ისეთი სახელები, რომლებსაც ნივთიერი სახე არ აქვს, ანუ აბსტრაქტული სახელები. რა არის აბსტრაქტული სახელები? მაგალითად, აბსტრაქტულია ბედნიერება. სადა ისება? ფიზიკურად რატომ ვერ ვეხებით? ესე იგი, ფიზიკურად რაც არ ვეხებით, რაც ნივთიერი სახე არ აქვს, ეს არის აბსტრაქტული,
და ამ აბსტრაქტულ სახელებს არ აქვთ მრავლობითი, არ არიან თვლადებად მიჩნეულები, შესაბამისად მიეკუთვნებიან უთვლადების კატეგორიას. მაგალითად, ასეთი არის happiness, ბედნიერება. Happiness is important in life. ბედნიერება მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. Information, ინფორმაცია. I need more information for the project. მე მჭირდება მეტი ინფორმაცია პროექტისათვის. ან knowledge მაგალითად, ცოდნა. She has a lot of knowledge about history. მას ბევრი ცოდნა აქვს. ითარგმნება ეს წინადადება ისტორიის შესახებ, მაგრამ ქართულად უფრო ვიტყოდი, მან ბევრი იცის ისტორიის შესახებ, მაგრამ აქ მინდა დავაკვირდეთ, knowledge რამდენადაც უთვლადია, მას წინ აქვს a lot of, ბევრი. გავიხსენოთ, რომ a lot of შეიძლება როგორც თვლადებთან, ისე უთვლადებთან გამოვიყენოთ. და თუ კარგად არ გახსოვთ, მაშინ მე კიდევ ჩავრინკავ ამ ვიდეოს ლინკს, რომელშიც ვისაუბრე матчზე a lot of-ზე დომენიზე და შეგიძლიათ, რომ კიდე კარგად განმტკიცოთ, სად რა გამოიყენება. უთვლადებად ასევე მიიჩნევიან კოლექტივების სახელები, ანუ ჯგუფის სახელები, რაშიც მთელი ჯგუფი შედის. მაგალითად, ასეთი სახელები არის კრებითი სახელები ქართულში, როგორც ვუწოდებთ. მაგალითად, furniture, ავეჯი. ავეჯი არ არის ერთი სკამი, ხო? ავეჯი არის სკამი, მაგიდა, ტელევიზორი, შეიძლება წიგნის თარო და ასე შემდეგ. ანუ ეს არის კოლექტიური, საერთო სახელი. და ეს სიტყვები ინგლისურში მიიჩნევიან უთვლადებად. მაგალითად, ასეთები შეგვიძლია განვიხილოთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ furniture და ვიტყოდით მაგალითად. Furniture in the room looks expensive. The furniture in the room looks expensive. ავეჯი ოთახში ძვირად გამოიყურება. ძვირად ღირებულად გამოიყურება. აქაც ხედავთ, რომ the article გვაქვს, იმიტომ რომ კონკრეტულ ავეჯზე ვსაუბრობ, რომელიც არის ოთახში. ამ შემთხვევაში გავიხსენოთ კიდევ ერთხელ, რომ არის თუ არა უთვლადი მნიშვნელობა არ აქვს, the article ყოველთვის შემიძლია რომ გამოვიყენო კონკრეტულად, როდესაც გულისხმობ რაღაცა სახელს იმ სახელებთან. Luggage, ბარგი, რომელიც ასევე უთვლადია და კრების სახელია. ვიტყოდი my luggage is very heavy. ჩემი ბარგი ძალიან მძიმეა. საგანთა კიდევ ერთი კატეგორია, რომელიც უთვლადად მიიჩნევა და უთვლადების კატეგორიაში შედის, არის ამინდის აღნიშნული სიტყვები და ბუნებრივი მოვლენები. მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს თოვლი. We love the snow in winter. ჩვენ გვიყვარს თოვლი ზამთარში. ან rain, წვიმა. There is a lot of rain today. დღეს ბევრს წვიმს, ან დღეს ძალიან წვიმს. Thunder, გრუხუნი, ჭექა. I heard thunder last night. გრუხუნი. თუ ხედავთ thunder-ის წინ არაფერი არ ჩაჯდა, ანუ შეიძლება რომ უთვლადი სახელი ყველაფრის გარეშეც იყოს წინააღმდეგობაში. კიდევ ერთხელ განვიხილოთ რამდენიმე წინააღმდეგობა. I need some water. I need a water. რომელი იქნებოდა სწორი? სწორი, რა თქმა უნდა, პირველი წინააღმდეგობა იქნებოდა, იმიტომ რომ water ანუ წყალი უთვლადია, a water ვერ მოხერხდებოდა ერთად. ხოლო იმისათვის, რომ გამოვიყენოთ რაოდენობრივი სახელები, უნდა გავერკვიოთ კარგად თვლადია ეს სიტყვა თუ უთვლადია. მაგალითად ვიტყოდი we need a little sugar. ჩვენ გვჭირდება ცოტა შაქარი. A little არის ცოტა ოღონდ უთვლადებისთვის. ან how much milk is left? რამდენი რძეა დარჩენილი? How much? რამდენი უთვლადებისთვის ისევ. და ახლა კი დადგა იმისი დრო, რომ ვისწავლოთ გამზომელი სიტყვები, ინგლისურად ამას ქვია measure words, რომლებიც გამოიყენება კონკრეტულ უთვლად სახელებთან. როგორ უნდა ვისწავლო ეს სიტყვები? პირველ რიგში, ვართ საწყის ეტაპზე ინგლისურის სწავლის, არ დავიძაბოთ თავი ამ სიტყვების გამოყენებით, ეს ბუნებრივად უნდა მოვიდეს. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ არ ვიზეპიროთ, უბრალოდ გააზრებულად შევიდეთ, ასე ვთქვათ, ინგლისურის აზროვნებაში, იმიტომ რომ თუ ეცდები ყველა სიტყვაზე დავიმახსოვრო, ეს თვლადია, უთვლადია, გააზრების გარეშე ვთვლი თუ არ ვთვლი და ამ წესების მიხედვით რაც უკვე ვთქვით, ძალიან რთული იქნება იმისი მოფიქრება საუბრის მომენტში, რა სიტყვები უნდა გამოვიყენო ამასთან. ამიტომაც შემრჩევა იქნება, რომ ვეცადოთ, რომ ინგლისურის ლოგიკას ავუყოთ ჯერ ალღო და მოდი ახლა გადავიდეთ ამ გამზომელ სიტყვებზე, თან ნაბიჯნებით მივუყვეთ წინააღმდეგებსაც, მაგალითებსაც და შევხედოთ, როგორ აზროვნებენ ინგლისელები. ესე შევხედოთ, რომ ჩვენც დავიწყოთ ისი აზროვნება.
ესე იგი, რამდენადაც ვერ ვამბობ 1, 2, 5, რა თქმა უნდა, შემიძლია ვთქვა 1 ჭიქა წყალი, ხო, ქართულად. ასევე ინგლისურშიც კონკრეტულ სახელებს აქვთ ხოლმე თავიანთი გამზომელი სიტყვები. ეს რას ნიშნავს? მაგალითად, შემიძლია ესეთი რაღაცა გავაკეთო. ქაღალდი არის უთვლადი, ანუ paper არის უთვლადი, ასევე უთვლადია furniture, ანუ ავეჯი, ჩვენს უკვე ვთქვით, და ასევე უთვლადად მიიჩნევა ხოლმე ნამცხვარი. მაგრამ თუ მინდა ვთქვათ, ერთი ნაჭერი ნამცხვარი, ერთი ნაჭერი ქაღალდის ან რაღაცა ნაგლეჯი ფურცლის, ან ვთქვათ, ავეჯის ერთ-ერთი ნაწილი, ამ მთელი ავეჯიდან, ვიტყვი a piece of. მაგალითად, მოდი ხა დავაკავშიროთ ერთმანეთთან. A piece of cake, a piece of paper, a piece of furniture. Can I have a piece of cake? Can I have a piece of cake? შეიძლება ავიღო ერთი ნაჭერი ნამცხვარი? She tore a piece of paper and wrote a note. She tore a piece of paper and wrote a note. მან დაგლიჯა ქაღალდი, ან მოგლიჯა ერთი ნაჭერი ქაღალდის და გააკეთა შენიშვნა, ჩაიწერა. They bought a new piece of furniture for their living room. მათ იყიდეს ახალი ავეჯი, ანუ ერთი ავეჯი იყიდეს რაღაცა და არ ჩანს აქ რა იყიდეს, მაგრამ ერთი იყიდეს, ან მაგიდა, ან სკამი, ან სავარძელი, ან არ ვიცი, კარადა. და გამოვიყენე a piece of furniture. მათ შემდეგი გამზომელი სიტყვა არის a cup of. ანუ შემიძლია ვთქვა a cup of tea, a cup of coffee, a cup of milk, a cup of soup. Soup არის სუპი. რამდენად უცნაური არ უნდა იყოს, გამზომელი ამისთვისაც a cup არის. შევხედოთ წინანადებებს. I need a cup of tea to relax. მე მჭირდება ერთი ჭიქა ჩაი დასამშვიდებლად. She drinks a cup of coffee every morning. She drinks a cup of coffee every morning. ის სვამს ერთ ჭიქა ყავას ყოველდღიურად. Would you like a cup of milk? Would you like a cup of milk? გინდა ერთი ჭიქა რძე? A slice of. ერთი ნაჭერი. A slice of cake. A slice of pizza. A slice of cheese. A slice of bread. ანუ a slice of შემიძლია გამოვიყენო ამ სიტყვებთან. არ დაგვაქვს რომ a piece და a slice of ორივე შემიძლია გამოვიყენო ნამცხვართან. გადავხედოთ წინანადებებს. I'd like a slice of pizza, please. I'd like a slice of pizza, please. თუ შეიძლება ერთი ნაჭერი პიცა მინდა. Cut a slice of cheese for the sandwich. მან მოჭრა ერთი ნაჭერი ყველი სენდვიჩისთვის. A bowl of. შეიძლება იყოს a bowl of soup, a bowl of salad, a bowl of noodles, and a bowl of rice. Bowl არის ღრმათებში, ასე ვთქვათ. ანუ ქართულად ესე გამოვიდა ერთი ღრმათებში სუპი, ერთი ღრმათებში სალათა, ერთი ღრმათებში noodles, ანუ მაკარონი და ასევე შეგვიძლია rice-თანაც გამოვიყენოთ. A bowl of rice. შევხედოთ წინანადებებს. She ate a bowl of rice for lunch. მან შეჭამა ერთი ღრმათებში ბრინჯი lunch-ზე, ანუ სამხრის დროს, სამხრობისას. We shared a big bowl of salad. We shared a big bowl of salad. ეს ნიშნავს, ანუ გავიყავით ერთი ღრმათებში სალათა. იმისათვის რომ პურზე ვთქვათ რაოდენობა, საჭიროა ხოლმე ვთქვათ a loaf of. A loaf of. ნიშნავს ერთი მთლიანი პური. ანუ ვიტყოდი I bought 2 loaves of bread yesterday. გუშინ 2 პური ვიყიდე. თუ მინდა ვთქვა ნაჭერი, ვიტყოდი a slice of bread. მაგრამ მთლიან პურზე ვამბობ რას? A loaf of bread. და ჩვეულებრივ სითხეებთან გამოიყენება ხოლმე აი დასალებებთან. გამოიყენება ხოლმე ან bottle, ანუ ბოთლით, ან a glass of, ანუ glass არის მინის ჭიქა. და შემიძლია ვთქვა a bottle of water, a bottle of wine, a bottle of milk, a bottle of juice. და ამათთან ასევე შემიძლია ვთქვა თუ ერთ ჭიქა მინდა ვთქვა glass, ანუ a glass of water, a glass of
glass of wine და ასე შემდეგ. გადავხედოთ წინადადებებს. Can you get me a bottle of water? Can you get me a bottle of water? შეგიძლია მიყიდო ან მომიტანო ერთი ბოთლი წყალი? We need a bottle of milk for breakfast. ანუ ჩვენ გვჭირდება ერთი ბოთლი რძე საუზმედ. დღეისათვის ეს იყო ჩვენი გაკვეთილი. სანამ დაგემშვიდობებით შეგახსენებთ რომ მოიწეროთ ჩემი არხი, გამოიწეროთ, გააზიაროთ, ასევე დაწეროთ კომენტარები და იმისაც რომ კომენტარი დაწეროთ, ახლა ძალიან კარგი მიზეზი მოგცემთ. ხედავთ სიტყვებს ეკრანზე და მოდი მივწერეთ ესენი თვლადები არიან თუ უთვლადები და თუ უთვლადები არიან, მაშინ რა სიტყვას გამოვიყენებდი მის დასათვლელად, ასე ვთქვათ, მისი რაოდენობის სათქმელად. დღეს დაგემშვიდობებით, შევხვდებით მომდევნო გაკვეთილში 3-ზე სალაპარაკოთ. 3 არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე სიტყვა და ძალიან ბევრ შეკითხვას ვიღებ ხოლმე, სად გამოიყენება, რატომ და 3-ისა და ენის გამოყენება ზუსტად დამოკიდებული არის და აბსოლუტურად ეყრდნობა თეორიულად თვალებისა და უთვლადების კარგად გაგებას. ამიტომაც დარწმუნდით იმაში, რომ ყველაფერი კარგად გესმით, რაც ეხება თვალებს და უთვლადებს, თუმცა ბუნდევანება დაგრჩათ. რა თქმა უნდა, ისიც დამიწერეთ კომენტარებში და ვეცდები რომ გიპასუხოთ და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს ორშაბათს 3-სა და ენის-ზე. ასევე არ დაგამწყდეთ, რომ მარტის განმავლობაში ყოველ ხუთშაბათს ვტვირთავ ვიდეოებს ლექსიკაზე და დაელოდეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საინტერესო სიტყვას შემოგთავაზებთ. Bye bye! Wishing you a good day. See you next time.